მაისში საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი აპრილის ნიშნულზე შენარჩუნდა და გასულ თვეს ქვეყნის ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა. 5 თვეში კი ზრდის ტემპი 8.8%-ია. შედარებით მაღალი ზრდის ტემპი ნარჩუნდება ისეთ სექტორებში, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა, ტრანსპორტი, დასაწყობება. ზრდის ტენდენცია შეინიშნება დამამუშავებელ მრეწველობაშიც. თუმცა, გასული თვეებისგან განსხვავებით, კლება ფიქსირდება საფინანსო სექტორში. მაისში კლების ტენდენცია იყო ენერგეტიკის სექტორში, რაც ჰიდროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების კლებას უკავშირდება. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში და ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე IT სფეროში კონსულტაციების გაწევასთან და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის ზრდასთან. გარკვეული პოზიტიური ძვრები შეინიშნებოდა ასევე მეტალურგიულ მრეწველობაში დაახლოებით 7.3%-ით გაიზარდა ფეროსილიკომანგანობის ექსპორტის მაჩვენებელი. კლების ტენდენცია ორ სექტორში გამოვლინდა. უპირველეს ყოვლისა ეს მცირე ტენდენცია შეინიშნებოდა ენერგეტიკის სექტორში, ასევე საფინანსო სექტორში მცირედი კლების ტენდენცია ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო და არასაპროცენტო ხარჯების გაზრდასთან და შესაბამისად ამ მიმართულებით შემოსავლები შედარებით დაბალ ნიშნულზე იყო. საფინანსო სექტორში გასულ თვეს დაფიქსირებული კლების მიზეზად კომერციული ბანკების საპროცენტო და არასაპროცენტო ხარჯების გაზრდა და შესაბამისად ამ მიმართულებით შემოსავლების მცირედით კლება სახელდება. აღსანიშნავია, რომ მაისში 15%-მდე იყო შენელებული საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპიც. საბანკო ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სექტორისთვის გაზრდილია საკრედიტო რესურსის ხარჯები, თუმცა ამბობენ, რომ ზრდა კვლავ მდგრადია. თუ შევადარებთ ჩვენ წინა წლების მაჩვენებლებს, ოდნავი შემცირება გვაქვს, თუმცა ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, განპირობებულია იმით, რომ არსებობდა მოლოდინები პროცენტების კლებისა, იგივე ფედერალურ სარეზერვო სისტემიდან, ჩვენ გქონდა საუბრები, ვთქვათ, იგივე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან, ისინიც ფიქრობდნენ ხوار შეემცირებინათ, ანუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო გადავადებული მოთხოვნის ბრალი, ყველა ელოდებოდა, რომ შეიძლება საფრთხო განაკვეთები შემცირებულიყო და შესაბამისად შემდგომში აიღებდნენ, ასე ვთქვათ, ეს. თუმცა, მსოფლიოში და რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო გარკვეულწილად, გარკვეულ პროცენტულს დასადანაც გვაქვს საქმე. ეს ეხება როგორც მოზიდულ სახსრებს, ასევე, ასე ვთქვათ, საკრედიტო რესურსებს. ვფიქრობთ, რომ ამ წელს, ვთქვათ, თუ საკრედიტო პორტფელი დაახლოებით ესე 15-16% გაიზრდება, თქვათ, წლის ბოლოსთან შედარებით, საკმაოდ კარგი მაჩვენებლებს აჩვენებს საქართველოს საბანკო სისტემა. გასული თვეებისგან განსხვავებით მაისში ზრდა დაფიქსირდა მრეწველობის სექტორში, რაც მათ შორის ფეროშენობების ექსპორტის თითქმის 7.9%-იან ზრდას უკავშირდება. ფეროშენობთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ გაზაფხული ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასის შემცირების ფონზე რამდენიმე მცირე საწარმომ მუშაობა განაახლა, რაც ექსპორტზეც დადებითად აისახა. თუმცა ასოციაციაში აღნიშნავენ იმასაც, რომ ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირება სექტორზე ნეგატიურად აისახა, რადგან ირანიდან ნედლეული შემოტანა შეფერხდა. როგორც კი საქართველოში იაფიანი ელექტროენერგია გამოჩნდა, იმ წუთში მეტი მოცულობების შექმნა დაიწყეს საწარმოებმა, რომლებიც მუშაობდნენ და რამოდენიმე საწარმომ განაახლა მუშაობა და შესაბამისად ამან გამოიწვია ის 7%-ნახევრიანი ზრდა. მე იმასაც გეტყვით, რომ თქვა ირანში და ისრაელში ეს მოვლენები რო არ განვითარებულიყო, ზუსტად ვიცი, რომ კიდე რამოდენიმე საწარმო ჩაერთვებოდა, მან ირანიდან თქვა ნედლეული შესყიდვაზე იყო საუბარი და ამ ფაქტორებმა ხელი შეუშალა რამოდენიმე საწარმოს. გაუარესება ნამდვილად არ არის, უკეთესი მდგომარეობაა, ფასის ოდნავ მატება არის, შესაბამისად თვითღირებულების კლება არის. მაისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობის მიზანია მიმდინარე წელის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე, ანუ 7.2%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დასრულდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, წელსაც შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და ხედავთ, რომ ზუსტად ასეთი მაჩვენებელი გვაქვს. სავალუტო ფონდმაც წლიური პროგნოზი გაზარდა 7.2%-მდე და აქამდე მაჩვენებელი, პირველი 5 თვის მაჩვენებელი არის ამაზე მაღალი. ჩვენი სურვილია, რომ ეს წელი დავხუროთ სავალუტო ფონდის პროგნოზზე მაღალი მაჩვენებლით და ყველაფერი აქეთკენ მიდის, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენ წავახალისოთ ეკონომიკის ზრდა. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ
ჩვენ ერთი გამომჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემა. სპეციალისტების ნაწილი კი აცხადებს, რომ მიუხედავად შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებისა, ზრდის მაჩვენებელი არაინკლუზიურია და ის მოსახლეობის კეთილდღეობაზე ნაკლებად აისახება. საქართველოში ეკონომიკური ზრდა არ არის ინკლუზიური, ანუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ჩართული ეკონომიკურ ნაყოფების განაწილებაში. საქართველოში ბოლო 5 წლის მანძილზე ნომინალური მშპ გაორმაგებულზე მეტია. ვის გაეზარდა რომელ მოსახლეს ორჯერ მეჯერ მისი შემოსავალი. საქართველოში დღეს ყავს 34% ადამიანების, ვინც ან ოფიციალურად უმუშევარია, ან იმუშავებდა, მაგრამ აღარ ეძებს სამუშაოს, იმიტომ რომ პოვნის იმედი არ აქვს. აი ეს არის ჩვენი სურათი და ამ ზრდის ციფრებს რაც შეეხება, ან ეს ციფრები ვერ არის რეალური, ან ვიღაცის ჯიბეები ძალიან იზრდება და უფრო მდიდრდება და ვიღაცების ჯიბეები უფრო და უფრო ცარიელი რჩება და უფრო ღარიბდება. მაისში კერძო სექტორის, ანუ დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 14 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან გასულ თვეს ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6392 შეადგინა, რაც 1,6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.